მოდი ისევ პატარა ლექსით. ჩემს შუბლს ჭმუხნილს ვინ ნახავს, სულ მიცინის კიჭები, გავიზდები მექნება უკეთესი ნიჭები. ჩვენ ბავშვობაში ყო ასეთი ლექსები, მაგრამ თურმე ჯერ ალექსანდრე ჭავჭავაძეს დაუწერია ასეთი საბავშვო ლექსები. ეს არის მისი პირველი ქალიშვილის ნინოს პირით ბავშვობაში ვითომ ნათქვამი მამის დაწერილი ლექსი. როგორც ჩანს, ეს იყო სამხიარული ბავშვი, რომელიც მერე მოხდა რაღაც უცბად ქორწილში. ნუ რა თქმა უნდა, ეს გრძნობების გარეშე არ იყო, მაგრამ ადრე იყო და როგორც მერე დასწერდნენ რუსები, თბილისის შავი ვარდი გამოვიდა ქუჩაზე, ჩაჯდა ეკიპაჟი წავიდა. ნინო ჭავჭავაძე მარადი ქვრივი, ესე იგი, სიმბოლო საქართველოს ქალის ერთგულების და მერე საქართველოს ერთგულების სადღაც იქ შორს. უბედურება სინამდვილეში. თუმცა შიგნით რო ჩავიხედოთ, ის კი იყო ქვრივი, მაგრამ საკმაოდ მახვილი და ესეთი. ესე იგონებენ მერე რომ ძალიან დეპრესიული ჩუმის დილი და ნაზიქალი იყო ესეთი. წერილებში მხიარულებაც არის მის წერილებში. გრიგოლ ორბელიანესადმი წერილებია. უკვე ნინო 40 გადაცილებულია. ადრე როგორ წერილებს წერდიო შეიძლება. ის ეხაც კი ცდილობ რომ ძალიან ისო, მაგრამ სტარუხას ეგეთ წერილს ვეღარ მიწე. აი ესე წერია პირდაპირ. სტარუხასო ისე წერილს ვეღარ მიწე რომ ახალგაზრდას რომ წერდიო. იქ ხო რაღაცა უცნაური სიყვარულების ამბებია მანდ ორი და ერთად გიყვარს, მე 60 კაცს გიყვართ ეს ორი და ვერ არკვევთ ერთმანეთს, ძმებს გიყვართ ეს ორივე და ხან ერთი ხან ეს სრულიად აი რომანტიზმის ეპოქა როქვია საქართველოში. ამითაც არის გამოხამორიდით, იმიტომ რომ მათში ახლა რაღაც განსაკუთრებული მაგია არ არის ეს ნების და რაღაცის. და ეს თავდაჭერით თომ ეკატერინა იყო უფრო თამამი და ისო, მაგრამ ეს ნინო პირიქი ხას უქრივი იყო, ბავშვობიდან ქრივი. აი ეს ანათი თვალების ბრიალი ამორბელიანების იმები, რაღაცა შეშალილი გერმანელი გრაფები რომ მუშაობენ, ეს ამაში გავიდა. კარგად დიდი დრო მეორე მხრივ ეს გრიბოედოვი კი არის ეს ქორწინება ესეთი ჩანს რა ბავშვი და 23 წლის დუელები გამოვლილი გამოცდილი დიპლომატი. ეს კი იყო რუსის დიპლომატი და ყველაფერი და ამასაც შეეწირა, მაგრამ მეორე მხრივ იშვიათი რუსია იმ თავის პიესით. ის პიესა დღესაც აქტუალურად კულტურული გარემო დღეს უფრო დაცემულია და რაც დღეს უფრო კულტურულად არის იმაზე ლაპარაკი. ეს არის პიესა, რომელიც რუსეთის იმპერია ესე დაიქცა, რომ ხეირიანად ვერ გამოსცეს სრული ტექსტი. ნიკოლოზ პირველის დროს ხო არ გამოცემულა, ალექსანდრე მეორეს დროს გამოვიდა საშინლად გადაკეთებული შეცვლილი, რომ იქ ვინც არის ჩაცკი მთავარი ის რომ ამათ რახებს იქ მოსკოვის იმეებს რა ქვია მაღალ საზოგადოებას და იმასამე რომ წავა საერთოდ ჩაჯდება ეთელში და ეს არ შეიძლება არასდროს მერე ნუ მორბილდა იმას ქვია და მე საბჭოთა დროს ეს გრიბოედოვი იმითაც იყო არჩეული ესეთ განსაკუთრებულ ფიგურად არა მარტო მისი საშინელი სიკვდილის გამო აი ამ პიესის გამო რომელიც ამ ხელს ეს არის ჯერ კიდე ალექსანდრე პირველის რუსეთია და ნუ რო დაიწყო წერა და მე გამოდა თბილისში დაამთავრა მაგრამ თელამში ეს პიესი დაკონდა აკეთიკით სამჯერ მე ვერაფერი დაწერა მაგრამ ესეთი კაცი იყო არ იყო უკან დამხევი კაცი რომ მოკვდა დუელის ჭრილობით ამ იმასაკრეს ამოიცნეს სხვა ვეღარაფრით ისე დაიღუპა ესა მაგრამ უყურეთ ახლა როგორ იყო ესენი დაქორწინდნენ იმას აქ მისია და არ დატოვა ეს ქალი აქ თუმცა შეიძლება უნდა და დატოვება და წავიდნენ ერთად თან სპარსეთში ეს ნინო იყო უკვე ფეხმძიმედ თავრისში რომ გაჩერდნენ დაიტანჯები კიდე კაი არ წაიყვანა გაიტანჯები დარჩი აქავდა ეს ნინოსთვის იყო რაღაც აი ზემოთ კაცი ესეთი და დარჩა იმ თავრისში ცხოვრობდა მსახურებით და ემეთ რა
ის წავიდა თეირანში და როგორც გამოირკვა ვერ დამოვა ესე რომ ჩამოვედი ეგეთი რამე არა და ბევრი კი არ მოუწერია ეგრიშაშვილსაც მაგრამ სადაც მოწერა უთხრა წადე თბილისში აქ მე დიდხანს ვერ მოგწდები და შენ ჩამოყვანაც ან მინდა ეს ქნამა კაცმას ეს გოგო რო გადარჩა არის ამის რო დაბრუნდი თბილისში და წავიდა ნინო იქ რა გარემო ხა ეს არის ელჩი საელჩო და 35 კაზაკი იცავს და ერთი ასეთი გარემო ელჩია რა მეტი რა უნდა იყოს და მთელი საელჩო ნუ რუსული დადეს ელჩის მუნდირით პატალი ხანია ბოლო წლებია პატალი ხანის ეს გრიბოედოვი იქ ჩავიდა რა არის მთავარი უკვე ეს ომი დამთავრებულა და ცნობილი სკოლებში თქვა სწავლიდა ჩვენ და თურქმან ჩაის ზავია რა რუსეთსა და ირანში რომელიც უნდა განხორციელდეს ახლა იქ მთავარი სინაც არის არაქსზე საზღვარი და ეს რაც ბევრი რამე მაგრამ ერთი პუნქტი არის რომ სომხები ვინც არიან ირანში სომხები შეუძლია გადმოვიდნენ რუსეთის იმპერიაში მაგრამ იქ არის ესეთი სომხები ვისაც არ უნდათ იმათ რომ წამოვიდნენ ესენი შემორბიან ამ საელჩოში და იკეტებიან ეს საელჩო იყო ბანაკივით სინამდვილეში იმდენმა სომეხმა მოიყარა იქ თავი მაგრამ ეს არაფერი საელჩოში ერთხელ მოვიდა ღამე იაკობ მარქარიანცი იაკობ ეძახდნენ ისინი ალბათ ეს არის ხაზინა ფათალიშახის ფინანსთან ყველაფერი ეს არის საჭურის ეს კულტურა ჯერ ძლიერია ამ საჭურისებს ჯერ კიდევ მანდ შახის კარზე და ნუ საჭურისი გონებით დაწინაურებული იმიდან რა ქვია ჰარამღანიდან ასულია და ეს კაცი მოვიდა თქვა რომ მე მინდა თბილისში წამიყვანოთ ეს არის ადამიანი რომელიც უამრავ საიდუმლოს ფლობს ამ სპარსელების შეხედულებით ასეთი კაცის არსად გაშვება არ შეიძლება ესეთი არა მარტო ფინანსური გარემო იცის არამედ სადაც ბრიაგუნდი ესეც ყველაფერი იცის ეს არის კარიერული ეს არის დიდი მოხელე რა ტრაგიკული ბედის ეს რო გაიგეს ახლა პატალიშახის ხალხი მოვიდა და ამას უთხრეს რომ ეგ კაცი მოგვეცით ეგ არ არის იქ წასაყვანი კაცი ნუ ყველაფერს თავი დაანებო სახელმწიფო ინფორმაცია აქვს გრიბოედოვმა უთხრა უარი ნუ ჩვეულებრივი ეს არის კონფლიქტი აი ესე დაიწყო ეს ყველაფერი იქ ინტრიგები იყო მე იქ რა თქმა უნდა აღძრეს საქმე რომ იმან მოიპარა იაგუნდები ბრილიანტები და შემოიტანა საელჩოში ამ მარქარიანცმა ეს მაგრამ აი ბოლომდე არ დათმო ამან ეს თეირანში ააგორეს ნუ როგორც ხდება რა დღესაც ესე ხდება მთელ სოფლიოში რომ აი ეს რუსები ხო ხედავთ რა შვებიან გძარცვენ იქ ნაძარცვით არის საღვთო ომი ვიღაც მოჯაჰედები გამოჩნდნენ ეს მოლები ქადაგდნენ და დიდი საპროტ ანტი ესეთი რა ანუ ეს ზავის დარტყმის ქვეშ არის რა ყველაფერი ეს რა ეს არატანს ამას უყურებს ახლა იქ სომხობა უყურებს და ბევრნაირი ორი სომხის ხალი ცოლი გამოიქცა ჰარემიდან შახის ბიძაშვილის თუ ნათესავის ჰარემიდან და მოვიდნენ საელჩოში შემოაღწიეს არ გვინდა ჩვენ გვინდა წაგვიყვანეთ რუსეთის იმპერიაში ესენიც დაიცვა ამ კაცმა და ეს იყო და იმ აი შახის ვინც იყო ეს რომელიღაც ხანი იყო იმან ძალიან ესე იგი თეირანის მოსახლეობა წააბურდა რა თქმა უნდა ეს ზემოდან თანხმობა იყო როგორც ამბობენ 100,000 კაცი იყო საელჩოსთან შეკრებილი ეს შეიძლება ძალიან აწეული რიცხვი თუ ციფრი თუ რა ქვია ნუ 100,000 კაცი და ნუ ძახილი როგორც არის ხა მე იყო შტურმი 35 კაზაკი და მთელი ქალაქი და ეს გრიბოედოვის როგორც ამოვენ ჩავიდა კიბეზე და სართულიდან და კაზაკებთან ერთად ნუ გადაუარეს გადარჩა ერთი მდივანი მალცოვი თუ რა ნუ ალბათ განგებდა დატოვეს ცოცხლად იმიტომ რომ ის მე ალაპარაკეს რომ გრიბოედოვის ბრალი იყო სპარსელებმა ანუ ქაღალდები რო შეედგინათ ახლა ეს და დააყენეს და არიცავდაო ეტიკეტსო შახს პატივს არ ცემდაო ეს სუამ რუს სათქმენის დაწერეს რომ აქ ბოდიშებს იხდიდნენ მე ანუ მოკლეს ეს ვინც უნდათ და
ის იაკობ მარგარიანცის მოკლეს და ყველა ანუ როგორც იყო და გრიბუედოვი მუნდირის ნიშნებით იცნეს და აი ამ ჭრილობით ანუ იმიტომ რომ მომრო გადაუარა და ესა წამოასვენეს და ნუ მე იცით დაწმინდა რაც იყო და ალექსანდრემ დადგა ეს ნუ ნინოს სახელით არის იქ რაც არის საფლავში გროტში დაგრძალეს და ეგრე დაიწყო მე მამა დავითობა და ეს ნინო დარჩა ეს ამ პოლიტიკური ისტორიიდან დარჩა მაგრამ როგორღაც იმას აქნეს იცი გაიარეს ეს ამბავი იმიტომ რომ 30-იან ეს ის დროა რომ მე შეთქმულება ეს ამბები იწყება და მე უკვე დიდი შუალედია და იმ გრიგოლ ორბელიანთან ვაქვთ მიმოწერები ნინო რო წერს რუსულები აქვს ჩარეული და იქ საკმაოდ რომანტიკული ადგილია ერთი ეს ძალიან ნუ ქრივია 5 წლის რა 6 წლის და მაგრამ არის 21 წლის გოგო სინამდვილეში მე აქ რუსულად სრულიად იდუმალი ფრაზა რომ აი ვხედავთ ამ წინანდალში ხა ჩვენ ნინო და საერთოდ არ გავიხედავ ყველა კუთხე მაგონებს შენ თავსო გრიგოლ ორბელიანს რუსულად არის ეს წინანდალი ისე მენატრები არ ვიცი აი ესეთი ეს არის როდის ხა ჩამოხვალთ რა იქნება მაგრამ აი ეს რაღაცა უცნაური ფრაზა არის გამძვრალი ამაში ამ მუდმივ გლოვიარე ქალის ასე ცოტა ეს საერთოდ ეს განადგურებული და მუდმივ გლოვიარე ის უფრო კომუნისტების დროის ის არის რა ეს ისტორია ძალიან იყო გამოყენებული საბჭოთა დროს აი არა აქედან იქ აი რაღა ეკნათ არის ცოტა გასულა სამი თო იყვნენ წოლკმანი იმ კაცმა კაის ქნარ თან არ წაიყვანა თორე გოგოსაც იქო ხო ტრაგიკული ეს იყო რომ ამან ბავშვი დაკარგა ეს რომ გაიგო ძალიან ძიმე მოვიდა და არც ვერც ანახეს ეს გვამის ნაშთები და ეს როგორც იყო ისი მე ბოდიში არ რუსებს დააყარეს ოქროები ხო იცით ეს სპარსული როგორც ძველი მემატიანი ეთქოს ხვანჯიანი ხალხი გაერია ასე წერს პარიზის ქრონიკას უცნობი ავტორი რომ შაჰაბასი ხვანჯიანი კაცი იყო რა ამიტომ მე ხა გოგოების მაგრამ ამის ეს 30-იან წლები არის ძალიან უცნაური ხა შეთქმულებაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი და ცალკე ჯობია რომ ცალკე თქვათ მაგრამ ახალი ცხოვრება იწყება კიდე 32 წლის შეთქმულება მოლეულზე ასე რომ ვთქვათ იმიტომ რომ ამაში ყველაა ჩართული ქალიან კაციანად ხა ეს შვილები და გოგოები და ის არა მაგრამ ეს რომ მოილიეს ყველაფერი ალექსანდრე სწორედ ამ შეთქმულების მერე რომ მოილევს ამბებს მერე იღებს ამ დიდ სესხებს და აქ აკეთებენ არყის სახდელებს ну ფართო ნაბიჯზე არის წასული და თუთა არის გაშენებული ნახევარი არის კახეთი აბრეშუმის ჭირის ანუ ზუსტი ისაა რა ქვია რა ბიზნეს მიმართულებები აღებული ამას როგორც ჩანს მართლა მაგრად აკეთებდა იმიტომ როგორც გრიშაშვილი ამბობს მაგის ქაღალდებში რო ჩაიხედო კაგაოცებს ოდენობა ამ ფულის ბრუნვის რა ქვია და სულ რაღაცას ყიდულობს მარტო როიალებს კი არ ყიდულობდა რაც რამე დანადგარია ღვინის სახდელი იმის ამის მე მაგან ეს მარტო ქვევში არ დატოვა ღვინო ამოწე იმიტომ ამბობენ რომ სრულიად ესე რომ ამბობს დანანებით ამ სევდიანი ეს სრულიად გაევროპელებული ეს არის არც ერთი ქართული ყოფითი წესი მაგის ოჯახში არ მოქმედებს ну ეხლა დღეს ჩვენთან საერთოდ აღარ მოქმედებს ძველი ქართული რა ქვია როგორც ჩვენ ცხოვრობდით და ჭამდით და ვსვამდით და ისა მაგრამ ну მაშინ ეს კაცი პირველი იყო და ეხლა ყველანი კი ბაძავდნენ მაგრამ ну ეს აკეთებდა ამას და ყველას ეს იყო ვითომ როგორც დაყენებული ესე როგორც საუკეთესო სახლებში რუსეთსა და ევროპაში და არაფრით არ უნდა გონებოდა რომ ეს არის პროვინცია სადღაც გადაკარგული რაღაცა არ არსებობდა უბრალო ნივთიც კი იყო აქვე გათვალისწინებული ყოფით იმაში რომ ეს იყო ევროპა ეს სახდელებიც არყის იქაური იყო ყველაფერი რაც ჰქონდა არ ვიცი მე რომელ ვალში გაიყიდა და რა იმას მაგრამ ეს მაგრად ჰქონდა გაკეთებული შესაბამისად ამას ბაძავდნენ
ეხლა მაგან გამოიცვალა ძალიან ბევრი სარდალი და მთავარმმართველი და მეფის ნაცვალი და ეს რომ მოყვე მაგის ცხოვრება ყველას ხელს იყო პირველი ანუ 50 წელი ლამის ხო ნახევარი საუკუნე ამ კაცმა იქ იცხოვრა თუმცა მოკვდა 60 წელს წარმოიდგინე მაგრამ ახსოვდა ყველა იცოდა ყველაფერი მაგის ნაწერებში არის ძალიან საინტერესო რაღაცები არა პირდაპირ აი რაღაცა აი რომანტიკოსის ისაა არასდროს არ წერს რაღაცა ფაქტს წერს ამ დონეზე ვაიმე ფეხში დამჭრეს და დამემართა ისა და არასდროს სიღრმეში მაგან ისიც იცოდა ვინ დაჭრა ვისი ყმა იყო ის არასდროს არ გამოდევნებია მაგრამ აი დაწერა რაღაც განცდას დაწერდა და თუნდაც დაკითხვის ოქმში ისეთი რა ქვია აი ეს ქართული გაუბრალოებები აქვს მე ადრე რომ მე სუკახეთში ვცხოვრობ ამ ქართლში არც ავყოფილ მაგრამ ეგ დაკითხვაზე წერს მაგას რატომ იცით რომ ვიდრე არის საკრა ხდება აი ესეთ აბა ყველას კითხეთ მე ზუწინანდალში ვერა თბილისში მე აკირავებში ვცხოვრობ რაღაც აი ამ ნონის კაცია მაგრამ იქ დაწერს უცბად რომ აი ესე გრიშაშვილს კარგად აქვს ეგ არ გავდაო არც ერთ აი კაცო ვისთანაც მუშაობდა მთელი ცხოვრება მძიმე საშინელ კაცებს ამ სამხედროებს გენერლებს ფელდმარშლებს ვიღაცებს ციციანოვის ფრაზაო რომ მტრის სისხლში გავისვარო ჩექმაო მაგისტვის არ იყო ეგ არ იყო საერთოდ არ იყო მეომარი კაცი და ეს სამხედროობა არ იყო მაგის ხელობა მოახვედრა ბედმა იქ და მამამ ეს წინ ყოფნა რაღაცებს ისეც ავალდებულებ და რაც რო გითხათ ახლა უსიამოვნოთ აკეთებდა ამას არა მაგრამ ეს არ იყო მაინც მაგისთვის წამყვანი ჯერ ეს ქორწინებები ისეთ მაგარი ეს სამეგრელოს დედოფალი გახდა ის ბარონი ნიკოლაი მინისტრად ნამყოფი კაცი იყო თვალსწდება სოფიო ძალიან ადრე მოკვდა ძალიან ადრე უმცროსიც იყო 21 წლით უმცროსი იყო ნინოზე წარმოიდგინე ეგ მოკვდა პირველი ნუ ასე ეს თან ჭირის გადამტანი ოჯახიც იყო რაღაცნაირად რა ძლიერად იდგა ეგეთი კაცი იყო ახლა ქართობა და ხალისით მაგათთან შვილები მუდმივ შეყვარებაში თან ეს გვერდით წერილები ბარათაშვილი უბედურება რაღაცა ყველაფერი ეგ ყველაფერი იყო დუელები ეს კაცი უძღვებოდა ამას ჭირსაც უძღვებოდა ხინსაც უძღვებოდა ბევრ ფულსაც შოულობდა თავისი ქონებით არავინ მაგას არ გაუძარცვია და არავინ ახლა მამამისზე კი წერია კალმასობაში რომ ნახევარი კახეთი გაგუძარცვაო ერეკლეს სახელით მოდის იმის გაზრდილიაო და ვიფრიალებს ამ ქაღალინას გამოსთხოვს ქაღალცაო და ოხრად დაგვარჩინა ყველა ეს აზნაურები მაგრამ ეს ესეთი არ იყო თუმცა დავები და ის ქონდა მე ვიტყვი ეგრე იოლად ხო სად არის შევიდოდა თქვათ რაღაცა დღესში დაიწყებდა მუშაობას. იქ აღმოჩნდა რომ იქ ანდრონიკაშვილების არის მოსახვევიდან. ეს იყო მე ერთმანეთში. მაგრამ სულ მშვიდობიანად ამას აკეთებდა. მშვიდობიანად თქვა, მაგრამ საომარი ყომობდა. მე მაგას ჰქონდა ძალიან როცა იყო ოფიცერი საგანგებო დავალებების ოფიცრად იყო ეგ. როცა წამოვიდა პოლკებიდან. აგზავნიდნენ რაღაც საქმეებზე და უკვე 30-იანი წლების შუიდან იყო აი თელემეს სამმართველო საბჭოში იყო გავლასე და კიდე დაამატეს კიდე ერთი გენერლობა რა ქველი ნანდობა და რაღაცა და მაგრამ ყოველგვარი დიადი ომების გარეშე ყველაზე მაგარი მაინც ითვლება რომ ეს პაიაზეთი რუსებისთვის ხო ეს არის რა ქვია განსაკუთრებული ადგილები არის მოკლე ერმოლოვის ეს ჩავჩავაძე მალაძეც დაწერილი აი ამ რომანტიკით გადაღალილები ვართ უკვე და გადამწვარები რა ქვია ვიღაცა შეაქო მაგრამ ასე იყო ისე მე ეს ჭირის ამბავი იყო ცნობილი როცა მაგი წავიდა იქა და თელმე საკარანტინო ზონებს ქონიდა და იქ შერბოდა იმ ჭირიანებში და არ იყო მშიშარა კაცი აბსოლუტურად და როცა საჭი ესენი იცოდა რა უნდა გაეკეთებინა როდეს ისა ეგრე წერდნენ რომ მაშინ რომ თბილისამდე ჭირი არ მოუშვა მაგას აბა მადლობა როგორ არ უთხრათ და გავლენა ქონდა უკიდეგანო რაც არ უნდა გავიკვირდეს ქართველობაში აი ამ მაღალ საზოგადოებაში ასუ მაგას ეკითხებოდნენ მაგრამ არ იყო დიდად მჭახეთ მთქმელი კაცი და აი ხლა ეს არა აბა შევხედოთ ესა გრიშაშვილს ცოტა გადამეტებული აქვს რომ აიო
ორი ჭავჭავაძე ყავდა ხოს მაგ აღმატებულ ტონში მე-19 საუკუნეში საქართველოს ორი არ ყავდა 40-ს ყავდა ერთიო თითქო იმიტომ მოკვდაო რომ მეორესო უფრო ძალით გადა ახლა არ შეიძლება ამების შედარება ხო არანაირად ილია ჭავჭავაძის და მაგრამ ეს აქვს მაინც იმიტომ რომ გრიშაშვილს აქვს თვისება რომ უყვარს თავისი გმირები და როცა უყვარს თავისი გმირები უკან არ დაიხევს რომ ცოტა აღმოსავლური ემეთ შეასხას ხოტბა რა ქვია როგორც მესაი მოყავს ქართულ ქალებზე შესხმული ხოტბანი აღმოსავლეთის აშუღების და ემათ ეს ამბავი მაგრამ ცუდი ამბები ჯერ კიდევ წინ არის მაინც ისევე როგორც კარგი